მეგობრებო. დღეს ესეთი ლამაზები მილენა ისეთ. აიჭი. მივიდივარ დელფინარიუმში. ხო. ეხა ველოდებით რომ ჩამოვიდეთ, აბა. ეხა ტაქსი მოვა, გავყვებით და ძალიან მალე დაიწყება ჩვენი ძალიან მაგალი შოუ, ასე რომ აუცილებლად გვიყურეთ. Good evening, dear guests. Welcome to our Tuning Dolphinarium. We are ready to start one of the most unforgettable shows. Zadrak! Shwini, Mashase, Sami, Ori, Erti, Davismet. Planetat, Kopfhülsamut. Lili. Bellucci. Zogo, Fliberi, Ilya, Nona, Nusa Dalvola. It's like you were sounding for your Zertad. Make some noise all together. Წყალში გადაადგილებისას დელფინების სიჩქარე 45 კმ/სთ აღწევს, რაც 5 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე პროფესიონალი მოძრაობების შესაძლებლობა. Dear guests, they can swim 5 times more faster than professionals do. Take a look. Will you applause, Pablo? Mashase. Delfinები ერთმანეთთან ურთიერთობენ ხმოვანი სიგნალებით და იგი ბევრ რამეში ადამიანურ ენასაც კი ენათესავება. Dear guests, dolphins communicate with each other through sounds. Like this. მოკლედ იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგავიწყდებათ აპლოდისმენტები, მე ვწუნებ დელფინები ამას აუცილებლად შეგახსენებენ. If you don't forget about applause, believe me, dolphins will remind you. ეხლა კიდევ შოუს თითოეულ წევრს მივესალმოთ განსაკუთრებული ოვაციებით და აპლოდისმენტებით. Okay, now change your clock rhythm. ჩვენი ენაშესანიშნავი მოწყობა შევინარჩუნოთ შოუს ძალიან უხდება. მაშასე დელფინის სხეული ბოლოვდება საკმაოდ განიერი ფარგლით, რომლის დემონსტრირებაც მათ პერმებულად უყვართ.
კიდევ ერთი დასტურია. შოუს ყველაზე სათავისო ნაწილზე თქვენგან უნიკალური შანსი ეთამაშოთ გოლფიკებს. მაგრამ ძალიან კონფუზიალური ყავით პირად გითხრათ. Dear guests, you have an incredible chance to play with dolphins, but please be careful with your own stuff. რაც შეიძლება ფურმალე აპლოდისმენტები და დავიწყეთ თამაში!
ეხლა შოუ განსაკუთრებული მიზნებით ჩანართით. ქართული ქორეოგრაფიული ნომერი გრძელდება. ქართველებრივ არტარბაში. შესანიშნავია. რა უხდება ქართულ ცეკას ყველაზე მეტად? ტაში, ყველაზე მეტად უხდება ტაში. რა შეიძლება მხურვალე? Dear guests, Georgia choreographic performance. შესანიშნავია. მათ ასე, ალბათ თქვენს წინაშეა მომდევნო არაორდინალური ქორეოგრაფიული ნომერი. მოდით სოციალურ დელფინების რომანტიკულ ხარისხს დავუთმოთ. Dear guests, get ready to enjoy an extraordinary choreographic performance. ემუკა, უცუჩი თავდება.
საყვარელი მოდიესის გქონდ, რადგან წარმოვიდნენ ბათუმის დელფინარიუმის ყველაზე ახალგაზრდა და განსაკუთრებულ ვარსკვლავს. ძვირფასი სტუმრები ისინი აქ ბათუმის დელფინარიუმში დაიბადნენ. Make some noise, Ilya and Nona. შოუს შემდეგი ნაწილი ერთადერთია, რომელიც ხლობის დროსაც გქონდ მაქსიმალურ სიჩუქეს. ჰორმონი უპირობო სიყვარულის ყველაზე ნათელი მაგალითი. Dear guest, it's all about trust, love and harmony. ჩვენ დავალოდებით თქვენს გულწრფელ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელებში, რომელსაც მარტივად იპოვეთ ჰეშტეგით ბათუმის დელფინარიუმი. ეხლა კიდევ მივესალმოთ ჩვენს მწვრთნელებს და მათ განუხრელ მეგობრებს. მაშასე, ყველანი ერთად, გთხოვთ მივესალმოთ დავითი. können. ეგრე დაგეგმეს ეგეთი რაღაცა. რაღაცა დაგეგმეს რა ვიობა წინასწარ. ხაცმეც, მაგრამ ძალიან საშიშია, სად არის? აი, კლუჩი, ხო? მე არ დავჭდებოდი, რაც ალაბადია. აბა როზე დედა. მეტი არაფერი არ არის საქმე. სალო.
მოკლედ მეგობრებო, ესაა შემოვიდით სახლში. დღეს ისეთი რაღაცნაირი ემოციური დღე იყო. მოკლედ დელფინარიუმის წარმოდგენა იწყებოდა 9 საათზე. დღეში სამჯერ არის და ჩვენ ავირჩიეთ საღამო, იმიტომ რომ საღამოს გავდივართ ხოლმე სასეირნო და ესე უფრო გვაწყობდა. და შევუკვეთეთ ტაქსი, უკვე მოსვლის დრო იყო, ტაქსის მოსვლის დრო იყო და გავედით სახლიდან და დაიწყო წვიმა, თან როგორი წვიმა. მოკლედ 2 წუთში სულ დავსვენდით. მაგრამ ველოდებით ტაქსის ველოდებით და მირეკავს და სათხართო, მეთქი ადგილზე თქოდა, თქვენ სათხართ მეთქი და აიო, სადაცო წერტილი არისო იქ ვარო და არა და სადაც წერტილი იყო იქ ვიყავი ჩვენ და ის არ იყო. მოკლედ ვუხსნის სად ვარ, ამას ვეუბნები, იმას ვეუბნები, მესამეს ვეუბნები, ვერაფერს ვერ ხვდება ეს მძღოლი, ასე რომ მოგვიწია ტაქსის გაუქმება და გავედით გაჩერებაზე, იქ რამეს დავიჭერთო. არა და ვიცი რომ იქ ავტობუსების ზოლი არის და იქ ვერ დადგება ტაქსი. დაგვრჩა რაღაც 20 წუთი სულ წარმოდგენამდე. რა ვქნათ, აღარ ვიცით. თეორამ კიდევ ერთი ტაქსი გამოიძახა და ვერც ეგ ვეღარ მოდის. სადღაც საცობია საშინელი წვიმაში დგას და ვეღარ მოდის. რჩება სულ რაღაც 10 წუთი. ბოლოს უკვე გადავწყვეტე მეთქი წამოგადავიდეთ მეორე მხარეს მეთქი და იქ ჩვეულებრივად მანქანები მოძრაობს თქო და თან დავინახე წეღან ერთმა ტაქსმა გაიარა თქო მოდი გავაჩეროთ. კაი 15 ლარი კი გვითხრა 7 ლარის ნაცვლად, რომელიც აპლიკაციაში ეწერა, მაგრამ კაი მაგაზე ვინღა დაობს და მეთქი ბევრნი ვარ თქო და თუ ჩაგვსვავთ მეთქი და ძალიან ბევრნი ხარ თუ რა არისო ესო ვინ ჩაგვსვავთო და კი მეთქი როგორ არა მეთქი გუშინაც ჩავჯექით მეთქი და უკვე თან არც უსმენ არც არაფერი ვჭდებით და თან ძალიან გვეჩქარება მეთქი მიდით თქო და კაიო მაშინა ჩაჯექითო რა უკვე ჩავსყდით და კაიო მაშინა მეუბნება ხო და მეთქი თან თუ მეთქი ძალიან დაგვავალებთ მეთქი თუ დაგვეხმარებით თქო იმიტომ რომ სალომე გეხვეწები რა ისო ქენი ფარდა კარგად შეწიე თორე ძალიან ბევრი ყოღო არის აუ ეგრე ხო და თუ მივასწრებთ მეთქი ძალიან მადლობელი ვიქნები მეთქი და ნუ მოკლედ 15 ლარის ნაცვლად ცოტა დავუმატე და 20 ლარი მივეცი იმიტომ რომ აი ზუსტად წუთი-წუთზე მიგვიყვანა შევედით თუ არა რა ვიცი რაღაცა 9 წუთში დაიწყო წარმოდგენა მოკლედ აი ესე ვიარეთ და მივედით თუ არა წვიმაც დამთავრდა ასე რომ რა ვიცი ცოტა გაგვიხარდა თან ვფიქრობდით ახლა წვიმა თუ იქნება მე ის გუშინდელი ისევ კარუსელები მანქანებზე უნდათ ბავშვებს და მანქანებმა გუშინა არაო იმიტომ რომ წვიმა არისო და ესო მთელი წელიც მოქმედებს ეს ბილეთებიო და თუ გინდათო დაიტოვეთო და რა ვიცი რამდენიმე დღის მერე ან თუნდაც მომავალ წელს მოიხმარეთო მოკლედ და წვიმა რომ დამთავრდა გაგვიხარდა იმიტომ რომ მე დელფინარიუმის მერე ისევ წავედით და ბავშვები მოკლედ მანქანებზეც ვაკატავეთ აი ვიცი დედა როგორც ვიდეოში ჩანს. ესეთი ამბები ეხლა არის 12-ის ნახევარი, ჩვენ მოვედით სახლში, დედა თეონა და თემო გაწავიდნენ მაღაზიაში პატარა რაღაცები გვინდა კიდე აი ხა ისეთი რა ვიცი ბავშვებს ტკბილეული რაღაცები უნდათ რა მოკლედ და კიდე მე მგონი კვერცხი პურეგეთი რაღაცები, სალომე კვერცხის გარეშე არ შეუძლია, ყიყლიყო უყვარს დილით ადრე ყოველ დღე. და მოკლედ რა ვიცი კიდევ ესეთი რაღაცა წვრილმანები ძალიან ერთობაში მაინც მოგვეწონა, თუმცა ძალიან ვინერვიულეთ, მეგონა რომ ამდენი ფული წყალში გადავყარე მეთქი და აი რისთვის ვიყიდე მეთქი ბილეთები უეჭველი ვეღარ მოვასწრებთ მეთქი, აი უეჭველი მეგონა ვეღარ მოვასწრებთ. ან ნახევარი წარმოდგენა უკვე დასრულებული იქნებოდა ესე ვთქვათ, ნახევარი პირველი ნაწილი ვთქვათ და მეორე ნაწილს მივასწრებთ მეთქი მხოლოდ, მაგრამ ღმერთის წყალობით მოკლედ მივასწარით და ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. ხო მოგეწონა კამი? ძალიან საყვარლები იყვნენ ნამდვილად, მე თვითონაც ბავშვებით ვიხალისე, აი რა ვიცი, ლოყები გამეთკინა იმდენი ვიცინე, აი არ ვიცი, ვკიოდი ბოლო ხმაზე, ძალიან მომეწონა, მოკლედ ძალიან მაგარი ემოციებით გამოვედი იქიდან. აი ესე მეგობრებო, თუ მოხდებით ბათუმში, ნამდვილად იხალისებთ, აუცილებლად წადით დელფინარიუმში.
მე ონლაინ შეუკვეთე ბილეთები და არც ერთი ცარიელი ადგილი აღარ იყო რომ მივედით. ყველა ადგილი იყო დაკავებული. ასე რომ ნამდვილად ის სიამოვნებთ თუ მით უმეტესად ბავშვებთან ერთად იქნებით, რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან ძალიან მოეწონებათ ბავშვებსაც, იმიტომ რომ 4-ვეს ჩემებს ძალიან მოეწონა. ასე რომ მეგობრებო, ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები, იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. და აბა თქვენ იცით ყველას გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობას, კარგად ყოფნას და აი ცოტა დავიზაგრე, სახეზეც კი დავიზაგრე, აქაც კი დავიზაგრე და სახეზეც კი დავიზაგრე. შენ შოკოლადკა ხარ. ჩემი შოკოლადკა გოგო. მე როგორი ქვივა შეგორ თიხარ. მე უბრალოდ ცოტა თეთრი ვარ შენთან შედარებით, მაგრამ მეც აი შეხედი გავიწეთლდი აი აქ. კიდე გვიყვარხართ ძალიან, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და კიდევ და კიდევ გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. პაკა, დროებით.